მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი. საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე. 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კონსტიტუცია, ჩვენი სახელმწიფოს უზენაესი კანონი, ჩვენი ეროვნული ღირსებისა და ერთიანობის სიმბოლო. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, თბილისის მერს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ძვირფას სტუმრებს. ქალბატონებო და ბატონებო, პირველ რიგში მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე 1995 წლის 24 აგვისტოს ზუსტად 30 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა პირველ 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებით თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დაფუძნების პროცესში უმთავრესი ნაბიჯი გადაიდგა. 30 წლის წინ კონსტიტუციის მიღებით ქართველმა ერმა განაახლა თავისუფალი, სუვერენული, დემოკრატიული და სამართლიანობის პრინციპზე დამყარებული სახელმწიფოს შენება. კონსტიტუცია არის ქვეყნის ძირითადი კანონი, უზენაესი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ინდივიდის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს სამართლებრივად არეგულირებს. კაფიოდ უზრუნველყოფს თავისუფლების, თანასწორობისა და წესრიგის ბალანსს, რისი საბოლოო მიზანიც თითოეული ადამიანისთვის უსაფრთხოების და კეთილდღეობისკენ სწრაფვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაა. ჩვენი ხალხისთვის ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტი ერთიანობის, ურთიერთდობის, ერთმანეთისა და ქვეყნის სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც ისტორიულ გამოცდილებას, კულტურულ ფასეულობებს, უკეთესი მომავლის წმენასა და სახელმწიფოს შენების სურვილს ეფუძნება. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულა, რომელიც დასაწყისშივე აცხადებს
ღვთისა და ქვეყნის წინაშე ჩვენი ერის ღირებულებებსა და მიზნებს, რომელთა გარშემოც თითოეული ქართველია გაერთიანებული. დღეს 30 წლის შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, გამძაფრებული შიდა და გარე გამოწვევების ფონზე კარგად უნდა გავიაზროთ ის თითოეული ცნება, თითოეული ღირებულება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. ჩვენი ხალხის სურვილს იცხოვროს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში, უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და ასევე ჩვენს მიზანს განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს ბოლომდე არ დავიცავთ, დავკარგავთ ყველაფერს. რადგანაც თანამედროვე საქართველოს ერთგვარი ქვაკუთხედი სწორედ ის პრინციპებია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული. კარგად გვახსოვს, რომ ბოლო წლებში გამძაფრებული ზეწოლის ფონზე ჩვენი სახელმწიფოს მიმართ უამრავი უსამართლო საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი მოთხოვნა გაჩნდა. აღნიშნული ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი სწორედ ჩვენი კონსტიტუციაა და მასში ასახული ნორმები, რომლებიც ჩანასახშივე გამორიცხავდა სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი უსამართლო მოთხოვნის შესრულებას. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. ის რამდენიმე წლის წინ სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით შეძლო, რომ დღეს ჩვენ გქონოდა კონსტიტუცია, რომელიც ერთი მხრივ კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ემყარება, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. ასევე მინდა ყველა იმ ადამიანს გადაუხადო მადლობა, რომელიც ბატონ ირაკლისთან ერთად მონაწილეობდა ამ პროცესში. ჩვენი ვალდებულება მოუფრთხილდეთ და დავიცვათ, არავის მივცეთ ჩვენი კონსტიტუციის უგულებელყოფის შესაძლებლობა. სწორედ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია, არის სუვერენიტეტის გამტკიცების, ქვეყანაში დემოკრატიის, თავისუფლების და წესრიგის, სამართლიანობის უზრუნველყოფის უმთავრესი გარანტი. კიდევ ერთხელ, დიდი სიამაყით გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი. დიდი მადლობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, დედაქალაქის მერს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს. მივესალმები პარლამენტარებს, მინისტრებს, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებს, საპატრიარქოს წარმომადგენელს. მივესალმები ხვალწმოსილ იურისტებს, კონსტიტუციონალისტებს, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას. მინდა მოგილოცოთ პირველ რიგში დღევანდელი დღე, საქართველოს კონსტიტუციის 30 წლის იუბილე, ზუსტად 30 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპს, შესაბამისად ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, სუვერენიტეტისთვის ეს არის მართლაც რომ გამორჩეული და განსაკუთრებული თარიღი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კონსტიტუცია არის სახელმწიფოს სარკე და ზუსტად ასევე კონსტიტუციონალიზმის განვითარებაც არის სახელმწიფოებრიობის განვითარების ნამდვილი სარკე. და პრინციპში ეს შეიძლება ითქვას თამამად საქართველოს მაგალითზეც, ზუსტად ისეთი იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის მიერ განვლილი გზა, გასული 30 წლის განმავლობაში, როგორი გზაც გამლო საქართველოს კონსტიტუციამ, ქვეყნის ძირითადმა კანონმა. ეს გზა იყო მრავალი სირთულით სავსე. პირველი 20 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა 30-ზე მეტი ცვლილება. და უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ ცვლილებების უმეტესი ნაწილი მორგებული იყო მაშინდელი მმართველი ძალების სუბიექტურ ინტერესებზე და ამან რა თქმა უნდა საკუთარი კვალი დაატყო ჩვენი ქვეყნის განვითარებას და სახელმწიფოებრიობის განვითარებას. კონსტიტუციის არასტაბილურობა და კონსტიტუციის მიმართ უდიერი დამოკიდებულება პირდაპირ აისახა ჩვენი სახელმწიფოს არასტაბილურ განვითარებაზე და ეს იყო ზოგადად ჩვენი სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულების ასახვა. შესაბამისად, ჩვენ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება 2016 წელს საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე და კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის თაობაზე, მიზნად დავისახეთ სწორედ
კონსტიტუციის დემოკრატიული წესით და ფორმით ჩამოყალიბება და მისი სტაბილურობის უზრუნველყოფა და გამტკიცება. როდესაც ისტორიას ვიხსენებთ, განსაკუთრებული გულისწყვილით უნდა გავიხსენოთ 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები, როდესაც ავტორიტარული ქვეყნების სახელმწიფოების მაგალითზე საქართველოში ჩამოყალიბდა პროავტორიტარული კონსტიტუცია და სწორედ ამას შეუქმნა ნიადაგი 2012 წლებში საქართველოში ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბებას. და სწორედ ამ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენ დავდექით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე შეგვექმნა სრულიად ახალი ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის სტაბილურ, გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და მე კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და შემდგომ უკვე საქართველოს პარლამენტმა ამ მიზანს სრულად მიაღწიეს. დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული სტანდარტების კონსტიტუცია, სტაბილური კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. და ასევე კმაყოფილებით უნდა აღინიშნოს ის, რომ გასული 7 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ამოქმედა 2018 წელს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია, მასში არც ერთი ცვლილება არ შეცვლა არც ერთი კონსტიტუციური დებულება, კონსტიტუციის ძირითადი დებულება და ეს სტაბილურობა, კონსტიტუციის სტაბილურობა აისახა პირდაპირ სახელმწიფოს სტაბილურ განვითარებაზეც, რაც ასე მნიშვნელოვანია ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის ამ ფაქტორმაც მოგცა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების და ზოგადად სტაბილურობის შენარჩუნების შეასრულება. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მხრიდან მართველი გუნდის მხრიდან არ ყოფილა კონსტიტუციაში შესწორების შეტანის არც ერთი ცდილობა კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არც ერთი ცდილობა, თუმცა გავიხსენებ იმასაც, რომ ჩვენ ოპონენტებს ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არაერთი ცდილობა. თუ მანამდე მართველი გუნდი ცდილობდა ხოლმე წლების განმავლობაში კონსტიტუცია მოერგო საკუთარ თავზე, ახლა უკვე გასული 7 წლის განმავლობაში ჩვენი ოპონენტები, მათ შორის ჩვენი უცხოელი ოპონენტები ცდილობდნენ საკუთარ თავზე მოერგოთ საქართველოს ძირითადი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია. მე შემიძლია გავიხსენო კონკრეტულად ის მოლაპარაკებები, რომლებიც უკავშირდებოდა 19 აპრილის შეთანხმების გაფორმებას, მაშინ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რაც იყო დაყენებული, იყო კონსტიტუციაში სხვადასხვა შესწორების შეტანა. ამასთან დაკავშირებით მე პირადად განვმარტე კოლეგებს, რომ კონსტიტუციის გადასინჯვა, კონსტიტუციის თანახმად იყო დაკავშირებული ძალიან რთულ პროცედურასთან. ეს ითვალისწინებდა ინიცირების რთულ პროცედურას, შემდეგ საყოველთაო სახალხო განხილვას, საზოგადოების მთლიანად ჩართულობას ამ პროცესში და შემდეგ ძალიან მაღალი კვორუმით რთული პროცედურის საფუძველზე პარლამენტის მიერ მის მიღებას და ეს გართულებული პროცედურა, რა თქმა უნდა, გამოხატავს დამოკიდებულებასაც კონსტიტუციის მიმართ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელი იყო პოლიტიკურ შეთანხმებაში კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ჩანაწერის შეტანა, ეს განვმარტეთ კონკრეტულ ოპონენტებს, თუმცა მათგან მივიღეთ უხეში პასუხი. მაშინდელი ამერიკის და ევროკავშირის ელჩების მხრიდან ამაზე მივიღეთ ძალიან უხეში პასუხი და მაშინ ძალიან კარგად გავიაზრეთ ჩვენ, რომ მათთვის კონსტიტუციის შეურაცხყოფა იყო მიზანი როგორც ასეთი. და მადლობა ღმერთს ჩვენ მოახერხეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არავის მივეცით ამ 7 წლის განმავლობაში კონსტიტუციის შეურაცხყოფის საშუალება. და ეს რა თქმა უნდა ასე უნდა გაგრძელდეს. ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციის პირველი მუხლი, როგორც ესე ასახავს ხოლმე ქვეყნის მთავარ გამოწვევას. მაგალითად, გერმანიის კონსტიტუციის პირველი მუხლი ეძღვნება ადამიანის ღირსების ძირითად უფლებას გამომდინარე განსაკუთრებული ისტორიული გამოცდილებიდან ფაშისტურ გერმანიაში მთავარი გამოწვევა იყო ადამიანის ღირსების ტოტალური ხელყოფა და სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით გერმანელმა კანონმდებელმა 1959 წელს პირველ მუხლად განსაზღვრა სწორედ ადამიანის ღირსების ძირითადი უფლება. და ნიშანდობლივია ამ თვალსაზრისით, რომ ჩვენი კონსტიტუციის პირველი მუხლი ეძღვნება სახელმწიფო სუვერენიტეტს. პირველი მუხლი იწყება სიტყვებით სახელმწიფო სუვერენიტეტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეფუძნება ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას 70 წლის მანძილზე, ვიდრე მიიღებოდა 1995 წლის კონსტიტუცია და შემდეგ უკვე მისი დღევანდელი რედაქცია. ჩვენი უმთავრესი გამოწვევა იყო ბუნებრივია საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა 70 წლის განმავლობაში.
და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ პირველი მუხლის ორი სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეას და პრინციპს ეძღვნება და ეს გამოწვევა მთავარ გამოწვევად რჩება დღესაც და მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს კონსტიტუცია რჩება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მთავარ გარანტად. ჩვენ უნდა მოუფრთხილდეთ ჩვენს კონსტიტუციას, უნდა მოუფრთხილდეთ სახელმწიფო სუვერენიტეტს და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში და იმედია საუკუნეების განმავლობაში ჩვენი მოქმედი კონსტიტუცია კვლავაც იდგება მყარად საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის სადარაჯოს. ღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი კონსტიტუციის იუბილეს. მადლობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით ბატონო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მივესალმები ქალაქ თბილისის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, მივესალმები საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მივესალმები კონსტიტუციურ ორგანოების ხელმძღვანელებს, მივესალმები პარლამენტის და მთავრობის წევრებს. დღეს საქართველოში დიდებული დღეა. დღეს ჩვენ გვაქვს პატივი ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციის მიღების დღე. 1995 წლის 24 აგვისტო იქცა წყალგამყოფ თარიღად, როდესაც ერთის მხრივ დასრულდა საქართველოს მიერ სახელმწიფოებრიობის შექმნის მცდელობის საუკუნე და დაიბადა ახალი რესპუბლიკა. შეიქმნა კონსტიტუცია, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა შემდგომი თაობების თავისუფალ ცხოვრებას. კონსტიტუციის მიღება ყველა ერის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. ეს არის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების, ზრდასრულობისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნიშანსვეტი. ზუსტად 3 ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში, პარლამენტის დროებით დარბაზში 159 ხმით რის წინააღმდეგ მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. ბუნებრივია, რომ საქართველოს და მისი სახელმწიფოებრიობის მტრები ვერ შეეგუებოდნენ ქვეყნის ახლიდან დაბადებას. სწორედ ამიტომ კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე დღეში, 29 აგვისტოს, როდესაც უნდა გამართულიყო კონსტიტუციაზე ხელმოწერის ცერემონია, იმელის ეზოში აფეთქება გაისმა. იმ დღეს 30 წლის წინ განგებამ დამოუკიდებელი საქართველო ახალ ქაოსს გადაარჩინა. ამ აფეთქებამ დაასრულა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდი საქართველოში, შიდა აშლილობა, სამოქალაქო ომი და ანარქია. ამ დღიდან დამარცხებულმა, დაანგრეულმა, სეპარატიზმით გათიშულმა, ნაომარმა და დაღლილმა ქვეყანამ თავის ხელში მთელი ძალა მოიკრიბა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო. კონსტიტუციის მიღება იყო ის ქვაკუთხედი, რომელზეც ახალი რესპუბლიკა დაშენდა. იმავე წლის შემოდგომაზე ახალი კონსტიტუციით ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, შემოიღეთ ეროვნული ვალუტა ლარი, ავირჩიეთ პრეზიდენტი, ქვეყანამ დაიწყო ინსტიტუტების მშენებლობის, საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციისა და განვითარების გრძელი და რთული გზა. მიუხედავად უმძიმესი მოვლენებისა, რომელიც საბჭოთა კავშირის გრევის შემდეგ საქართველოში განვითარდა, მიუხედავად დაპირისპირებისა და ომისა, საქართველოს განახლებული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ისტორიაში დარჩა უპირველესად როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღმდგენი და გამომცხადებელი. ისტორია ასევე მიუჩეს კუთვნილ ადგილს იმ დამსახურებისთვის, რაც მიუძღვის მეორე პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს კონსტიტუციის მიღებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისთვის. დამოუკიდებლობის იდეას და სურვილს აუცილებლად სჭირდებოდა მატერიალური ხორცშესხმა, სისტემის აგება და სიცოცხლის უნარიანობა. უმძიმეს პერიოდში ედუარდ შევარდნაძემ ამ ურთულეს ამოცანას გაართვა თავი. 30 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციამ მრავალი ცვლილება და შესწორება გამოიარა. მოუწია არაერთი უხეში ჩარევის ატანა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც მოემსახურა კონსტიტუციის გასწორების, ჰარმონიზაციის, დახვეწის და სრულყოფის იდეას. ტექსტი დაიხვეწა, გამთლიანდა, სრული იქნა. ზუსტად ისე, როგორც ამოისუნთქა სახელმწიფომ და გახდა ადამიანზე ორიენტირებული. საქართველოს კონსტიტუცია იქცა ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ფუძემდებულ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მმართველობას
მის პრინციპებს, ჩარჩოებს და წესრიგს. საქართველოს შედგა როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა, რაშიც ფუძემდებლური როლი სწორედ ჩვენს კონსტიტუციას ეკუთვნის. დიდი მადლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია. მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ და ყოფილ წევრებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მივესალმები ყველა დამსწრე სტუმარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს. დღევანდელი დღე ღირსშესანიშნავი დღეა. რადგან ის ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციის მიღების 30 წლის იუბილეს. ეს თარიღი საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის, რათა უფრო მეტად გავიაზროთ და ღრმად გავითავისოთ კონსტიტუციის მნიშვნელობა. ამავე დროს პატივი მივაგოთ მის დამფუძნებლებს, ვინც მონაწილეობდა ამ დიდებულ საქმეში, ჩვენი ქვეყნის ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნაში. მადლიერება გვმართებს მადდამი საქართველოს ნათელი მომავლის განსაზღვრაში გაწეული 8 წლისათვის. საქართველოს კონსტიტუცია დასავლური აზროვნების თვალთახედვითაა შექმნილი. იგი საკონსტიტუციო იდეებისადმი ქართულ მოღვაწეთა სწრაფისა და ნაცადი დემოკრატიების გამოცდილების გაზიარების შედეგია და ჩვენი ერის თავისუფალი არჩევანის, ეროვნული ღირსებისა და თვითმყოფადობის შთაგონებითაა გამსჭვალული. კონსტიტუცია რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად აღიარებს ჩვენი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში. ქართულმა ერმა დიდარი სამართლებრივი კულტურა შექმნა, რომლის უტყუარი გამოხატულებაა ჩვენი პირველი კონსტიტუცია. მისი არაერთი დებულება თავსებადი აღმოჩნდა დღევანდელი კონსტიტუციის რედაქციასთან, რითაც დასტურდება მათი მემკვიდრეობითობა. კონსტიტუციამ, როგორც დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის მთავარმა სიმბოლომ, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტი შექმნა. გააძლიერა და განამტკიცა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი. მყარი ნიადაგი შეუქმნა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სამართლებრივ გარანტიებს. საქართველოს კონსტიტუცია 2017-2018 წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად მნიშვნელოვან წილად გაუმჯობესდა, რაც ქართული სახელმწიფოს მომავლისათვის უაღრესად წინგადადგმული ნაბიჯია. საფუძვლიანად დაიხვეწა სახელმწიფო მმართველობის ფორმა, საგრძნობლად გაფართოვდა უფლებათა სფერო. საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად კონსტიტუცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციონალიზმის პრინციპებთან, რომელმაც მას სიმტკიცე შესძინა და ის კვლავ დგას როგორც თავისუფალი საქართველოს მესაძირკველი. ჩვენი ვალდებულებაა კონსტიტუციის ერთგულება, მისი ფუნდამენტური ფასეულობების განუხრელი დაცვა, რასაც ემყარება სამართლის უზენაესობის პრინციპი. კონსტიტუცია სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს, თავისუფალი საზოგადოების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, დემოკრატიულ ღირებულებათა ქმედითობის აუცილებელი პირობაა. საქართველოს კონსტიტუციამ დასაბამი მისცა ჩვენში ახალ სამოსამართლო სისტემას, საკონსტიტუციო სამართალწარმოებას, რომელმაც მისეული სტანდარტების დამკვიდრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონსტიტუციური წყობის, მორალური საწყისის, ადამიანის ღირსების დაცვისა და კონსტიტუციის უზენაესობის განმტკიცებაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აამეტყველა და რეალური ძალა შესძინა კონსტიტუციას. სწორედ მას ეკუთვნის საბოლოო სიტყვა კონსტიტუციის განმარტებისა. საკონსტიტუციო სასამართლომ გადამწყვეტი როლი შეასრულა კონსტიტუციისადმი საზოგადოების რწმენის გაძლიერებაში. ამავე დროს მან სამართლის სისტემის წარმატებული ფუნქციონირების საფუძველი შექმნა, რითაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა საკონსტიტუციო სივრცეში. დღევანდელ ისტორიულ მომენტში საკონსტიტუციო სასამართლოს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რათა აწმყოსა და მომავლის გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდეს. ჩვენი კონსტიტუციის 30 წლიანი არსებობა უკვე თავისთავადი აღთქმა ღვთისა და ერის წინაშე, რომ საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიის მტკიცე ერთგულია. კიდევ ერთხელ გილოცავთ კონსტიტუციის მიღების დღეს და გისურვებთ წარმატებებს.